მოგესალმებით, კოლეგებო, აპარატის თანამშრომლებო, მოგესალმები ჟურნალისტებს, ვინც ესწრება ჩვენს კომიტეტის სხდომას. დღის კვორუმი გვაქვს, დღის წესრიგი დარიგებულია, გათვალისწინებულია 4 საკითხი, 4 ინიციატივა, ამავდროულად გთავაზობთ, მეგობრებო, ისევ თქვენი ინიციატივითაც, რომ მეხუთე საკითხად დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით, თამდევ ცვლილებებთან ერთად და შესაბამისად გთხოვთ ამ დათქმით უყაროთ კენჭი და დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. დღის წესრიგის გათვალისწინებული პირველი საკითხი იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე თამდევ კანონპროექტთან ერთად. გთხოვთ ბატონ თონიკი. გვალობთ ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით პატივსმენელო კოლეგებო, მივესალმებით ამსრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით საქართველოს კანონის პროექტს უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე თამდევ საქართველოს კანონის პროექტს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მე ამთავითვე მოგახსენებთ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტებს ცვლილება არ განუცდია და მზად ვარ, რა თქმა უნდა, მეორე მოსმენის რეჟიმში მუხლობრივი და ფაქტობრივი განხილვისათვის. კარგით, მოდით მაშინ განვიხილოთ მუხლობრივად. პირველი ეს გახლავთ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი ხომ არ განხორციელება ცვლილება. როგორც მოგახსენებთ, შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის, ასეთი არ არის. ამოქმედების თარიღი ხომ არ შესულა? ასევე ცვლილების გარეშე, ანუ გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება. შემდეგ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე არის წარმოდგენილი. აქ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს მთელი თავის დამატებას კიდევ ერთხელ განმარტავ. მეორე პუნქტში ხო არ არის ცვლილება? არ გახლავთ ცვლილება. მუხლი 2 ამოქმედებსა და ასევე უცვლელი არის, ანუ გამოქვეყნებისთანავე არის გათვალისწინებული. კი ბატონო, კოლეგებო, შენიშვნები მოსაზრებები, აპარატს ხომ არ აქვს განსხვავებული შეკითხვები, მოსაზრებები, ასეთი არ არის. დიდი მადლობა. შემდეგი საკითხი არის ასევე თქვენი გამოსატანი, თქვენ ბრძანდებით მომხსენებელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კი ბატონო. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით, ასევე დაჩქარებული წესით საქართველოს კანონის პროექტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და თამდევ საქართველოს კანონის პროექტს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მზად ვარ მუხლობრივი განხილვისთვის, აქ გარკვეული, ასე ვთქვათ, შესწორებები არის განხორციელებული შესაბამისად. კი ბატონო. მოდი რომ მივყვეთ პუნქტობრივად. პუნქტობრივად, კარგით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი პირველი, პუნქტი პირველი. კი ბატონო, მოგახსენებთ, რომ პირველი მუხლის პირველი პუნქტის B ქვეპუნქტში გაჩნდა დამაზუსტებელი ჩანაწერი, კერძოდ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ კი სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამღებს დაეკისრება, სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის საფუძველზე დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გამომართვა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. მე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პუნქტი, აღნიშნული ცვლილება უკავშირდება იმ შემთხვევას, როდესაც თვითნებურად არის გადაკეთებული ავტოსატრანსპორტო თუ ზოგადად სატრანსპორტო საშუალება და როგორც გულში მქონდა ჩვენ ეს განხილული, აქ არის ლაპარაკი მათ შორის მაყუჩის გადაკეთებაზე, რაც იწვევს, ასე ვთქვათ, დამატებით ხმაურს. ესე იგი, დაზუსტდა უკვე ის კონკრეტული პროცედურა, რომელიც პრინციპში ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსში სხვა ანალოგიურ შემთხვევებში გვხვდება, თუ როგორ შეიძლება მოხდეს შესაბამისი საჯარიმო სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყვანას. კი ბატონო. პუნქტი მეორე. პუნქტი მეორე ცვლილების გარეშე არის. პუნქტი 3. ასევე ცვლილების გარეშე. მეოთხე. მეოთხეს რაც შეეხება აქაც გვაქვს ასე ვთქვათ ერთი ახალი პუნქტი, აქ ლაპარაკია 127 მუხლის პირველ სეკუნდა ქვეპუნქტზე.
უბრალოდ პირველ სეკუნდა ნაწილზე. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ესე იგი თუ კი მოხვა საგზაო, ასე ვთქვათ, შესაბამის წესების დარღვევას, კერძოდ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილის გარდამძღოლისა, მათ შორის ქვეითის მიერ, ესე იგი მოხდა წესების დარღვევა, შესაბამისი ნიშნების დაუმორჩილებლობა, უგულებელყოფა თუ ასე შემდეგ და ამან თავის მხრივ გამოიწვია სავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნუ ეს ექვემდებარება ისევ და ისევ იმ ლოგიკას, რომელიც გულისხმობს ზოგადად შესაბამისი ადმინისტრაციული სახთელების, კერძოდ ჯარიმის გაზრდას, როგორც მოგეხსენებათ, არსებული რედაქციით არის პირველ შემთხვევაში 10 ლარი, განმეორების შემთხვევაში ეს არის 20 ლარი, თუმცა იმისათვის, რათა ასე ვთქვათ, გარკვეულ ლოგიკას დაექვემდებაროს აღნიშნული შემთხვევაც, ვინაიდან 50 და შესაბამისად 100 ლარით იზრდება ჩემი ხსენებული, ასე ვთქვათ, დარღვევები, ასევე ამ შემთხვევაშიც 100 ლარის ოდენობით მოხდება პირის სანქცირება. კი ბატონო, მეხუთე პუნქტი. ცვლილების გარეშე არის. მეექვსე. ცვლილების გარეშე. მეშვიდე. მეშვიდე პუნქტს რაც შეეხება მშენებლობის შედეგად არის ამოღებული პროექტიდან და შესაბამისად მოხდა ნუმერაციის ცვლილება დანარჩენ პუნქტებთან მიმართებით შესაბამისი კანონპროექტის. კი ბატონო. მერვე. ცვლილების გარეშე. მეცხრე. ცვლილების გარეშე. მეათე. ასევე უცვლელი სახით. მე-11. ცვლილების გარეშე. მუხლი 2. ცვლილების გარეშე არის გარდა იმისა, რომ ტექნიკურად უბრალოდ მითითებითი ნორმების დონეზე, რადგანაც ვახსენე ერთ-ერთი პუნქტის ამოღების შესახებ, ეს სწორდება ტექნიკურად, ასე ვთქვათ, უმნიშვნელო ცვლილება არის. საგებია, მესამე მუხლი. ესეც ცვლილების გარეშე, ანუ გამოქვეყნებისთანავე მოხდება ამოქმედება შესაბამისი ცვლილების. მოლგება შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ არის, ასეთი არ არის. შემდეგი საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის დაუფაზე, მუხლი პირველი. კი ბატონო, აქაც როგორც ესე იგი ცნობილი არის, პირველი მუხლის მეორე პუნქტით ყალიბდება ახლებურად ცხრილი, რომელიც შეეხება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწყობისათვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირებას. აქ ტექნიკურად მოხდა უბრალოდ ამის, ასე ვთქვათ, გასწორება ცხრილში შესაბამისი ცვლილების, როგორც ასეთი შინაარსობრივი ცვლილება ჩვენ არ გვაქვს და ამან თავის მხრივ გამოიწვია მეორე მუხლის რედაქტირებაც, აქაც არსებითად ამოქმედების, ასე ვთქვათ, ვადები არის უცვლელი, ანუ ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე უბრალოდ კიდევ ერთხელ სხვა წინა ცვლილებებთან მიმართებით შესაბამის დაზუსტება გახდა ცალკე გამოსატანი, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, გრაფები ამ ცხრილისა ამოქმედება მოგვიანებით, რასაც წინამდებარე საკანონმდებლო ინიციატივასთან კავშირი არ გააჩნია. კარგით, მუხლი 2. აი უკვე მოგახსენეთ. კი ბატონო, დასრულებულია ამით, ხო. კი ბატონო. კარგით, კოლეგებო. შენიშვნები მოსაზრები ხომ არ არის, ასეთი არ გახლავთ. ის ეს გათვალისწინებული შემდეგი საკითხებია, რომელსაც ბატონთან გეკითხავთ, რომ მოვწანდეთ და კეთილი, შეგვიძლია კოლეგებო, რომ სხდომა განვაგრძოთ, განვიხილავთ საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს საერთო სამართლობის შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი ბატონი არჩილ გორდულაძეა, ამას განვიხილავთ მეორე მოსმენით, ასევე დაჩქარებული წესით. ბატონ არჩილ, გისმენთ თავდაპირველად თუ გსურთ რაიმე ზოგადი კომენტარი და შემდგომ გადავიდეთ. კოლეგებო, როგორც ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რიგი ცვლილებები ასახული არის, საკითხები, რომელზეც ჰქონდა მსჯელობა, ასახულია პირველი მოსმენის ტექსტიც ასახული იყო, მიღებულია და საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით და შემდეგ უკვე მეორე მოსმენის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია რომ განვაგრძოთ განხილვა სადვარ მეორე მოსმენის ფარგლებში მოგახსენოთ. ბატონო, მე მექნება კოლეგებთან შეთავაზება, რომ თუ კი იქნება შენიშნო შეკითხვა მოსაზრება კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით გვაცნობოთ ამის თაობაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ასეთი არ არის. პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ცვლილების გარეშე მეორე პუნქტი, აქაც ცვლილება არ განხორციელდება. მესამე
ცულების გარეშე. მეოთხე. აქ გვაქვს მეოთხე გადაინომრა ერთი საკითხი, აქ ეხება სკოლის მოადგილეებს, დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა იყო მითითებული, რომ ორი მოადგილე შეიძლება ყავდეს, ცვლილებას გთავაზობთ, რომ დამოუკიდებელ საბჭომ თავის შემადგენლობიდან აირჩიოს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა განსაზღვროს დამოუკიდებელმა საბჭომ, ცვლილება შევიდეს 66 დირექცია მუხლის მე-6 პუნქტში. ასე გებია. ხომ არ არის ამ საკითხზე შეკითხვები, შენიშვნები. კეთილი მე-5. აქაც ანალოგიურად სკოლის დირექციას ეხება და სკოლის დირექტორის მოადგილეებს, აქაც იგივე პრინციპი რომ იყოს შემოთავაზებული, 66 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ სკოლის დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განსაზღვროს სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ. კი ბატონო, და შესაბამისად ნუმერაციაც შეცვლილი იქნება და კი. ასაგებია. შემდეგი 72 პრიმა მუხლის ცვლილებები არ არის. მე-7, ანუ 75 ტერცია რომელიც არის, ესე იგი. აქ გამომდინარე იქიდან რომ წინაკვირაში მიღებული იქნა ცვლილებები და პროცენტული რაოდენობა არის შესასვლელი, ნაცვლად 5 და 20%-ია, მისათებელი 10 და 50% და ესეც უკვე წარმოდგენილ ტექსტში ასახულია. და მეორე მუხლთან დაკავშირებით თუ არის ცვლილების კი ბატონო, შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის, საკითხი განხილულია. მომდევნო დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხი ბატონო არჩილ ასევე თქვენ მიერ არის გამოსატანი, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემოვალი სხვა კანონ პროექტები, ამასაც მეორე მოსმენის წესით განვიხილავთ დაჩქარებულ რეჟიმში. გონგებო შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ ცვლილებები, რომელიც ეხება მარიხუანას და მცენარე კანაფს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული რიგი გადაწყვეტილებების ახლებურად ჩამოყალიბებას ეხება. მოგახსენებთ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ წარმოდგენილ ინიციატივაში ცვლილებები არ განხორციელებულა, საკანონმდებლო ტექნიკის პასაჟში თუ იქნება დასახვეწი, მესამე მოსმენის პარაგრაფში წარმოგიდგენთ ცვლილებებს. კი ბატონო, მივყვეთ მუხლობრივად შეგვიძლია რომ გავყვეთ შესაბამისად. მუხლობრივად. კი ბატონო, შეგვიძლია მუხლობრივად მივყვეთ. თავებით ვერ განვიხილავთ იმედა. კარგი. კი ბატონო, ესე იგი, პირველი ეს არის როგორც მოგახსენეთ, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, პირველი მუხლი, ბატონო. პირველი მუხლი რიგ მუხლებში ცვლილებებს გულისხმობს, მაგრამ ცვლილება არ განუცდია პირველ მოსმენით დარგებულ ტექსტია. კი ბატონო, მეორე მუხლი. ამოქმედების ვადაც არ არის შეცვლილი. შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. შემდეგი ამავე პაკეტში შემავალი, ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, პირველი მუხლი. პირველ მუხლშიც გვაქვს მცირე დაზუსტება, რომელიც უკვე წარმოდგენილია და ასახულია დარიგებულ ტექსტში. შეკითხვები, შენიშვნები. აქ საუბარი ეხება, რომ ვის აქვს ფარულ მოწმესთან, ეგრეთ წოდებულ ფარულ მოწმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ცნობა ვის აქვს და დაზუსტა, რომ ცნობა აქვს შესაბამისად ფარულ საგამოძიებო მოქმედების ჩართული პირის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ცნობილია, რომ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ პირის შემთხვევაში, პირისთვის, ორგანოსათვის, სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი, ასევე გამოძიების განმახორციელებელი ორგანოებისათვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის თავის კომპეტენციის ფარგლებში. გასაგებია, ხომ არ არის შეკითხვები, შენიშვნები ან მოსაზრებები. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე გახლავთ. შემდეგი ამავე პაკეტში შემავალი, ეს არის საქართველოს კანონის პროექტი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის შესახებ, მუხლი პირველი. ცვლილების გარეშეა. მუხლი მეორე. ცვლილების გარეშე. მომდევნო ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, პირველი მუხლი. ცვლილება არ განხორციელებულა პირველი მოსმენის შემდეგ. შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. მეორე მუხლი. უცვლელად გახლავთ. ასევე დარბაზიდან კომენტარის გარეშე. მომდევნო საქართველოს კანონის პროექტი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი მუხლი.
უცვლელად არის წარმოქმნილი. შეკითხვები შენიშნული მოსაზრებები არ არის. მეორე მუხლი. აქაც ცვლილება არ განხორციელებული. დარბაზიდან კითხვები არ არის. შემდეგ ამავე საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში განსახილველ საქართველოს კანონის პროექტი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. ცვლილების გარეშე. შეკითხვები შენიშნული მოსაზრებები არ არის. მეორე მუხლი. აქაც არ განხორციელებულა ცვლილება. კვადრებით არ შესულა მოქმედების. არ არის. შემდეგ საქართველოს კანონის პროექტი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. პირველი მოსმენით მიღებული ტექსტია წარმოქმნილი. შეკითხვები შენიშნული მოსაზრებები არ არის. მეორე მუხლი. ანალოგიურად. ასევე კითხვების გარეშე და ამ პაკეტში შემოვლი ბოლო პროექტი, ეს არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონის პროექტი, პირველი მუხლი. აქაც ცვლილებები არ განხორციელებულა პირველი მოსმენის შემდეგ. კითხვები არ არის. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე გახლავთ. ასევე აქაც დარბაზიდან კითხვები არ არის. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი ასევე განხილული გახლავთ. და როგორც ესე იგი იქნა გადაწყვეტილება მიღებული, დღეს დაემატა კიდევ ერთი საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. ამას განვიხილავთ მეორე მოსმენით, თუმცა ეს არ არის დაჩქარებული კანონ პროექტი. ბატონო არჩილ გისმენთ, ვიდრე მუხლობრივ განხილვას დავიწყებთ, ხომ არ გავგზავნოთ ზოგადი კოლეგებო და საზოგადოებაშიც განმარტავთ, რომ წარმოქმნილი ცვლილება ეხება სისხლისამართლის კოდექსის რიგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულებისთვის მიღებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, როგორც პირველი მოსმენით განხილვის დროს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რიგი საკითხები, რომელიც სისხლისამართლის კოდექსში იყო გათვალისწინებული, როგორც არის მაგალითად საზღვრის დატოვების აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიება, ამავდროულად კომპენსაციის გარანტიებისთვის შესაბამისი ღონისძიებები, ეს ყველაფერი სისხლისამართლის კოდექსში არ იქნება გათვალისწინებული, არამედ იქნება სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამის მუხლების დამატებით განსაზღვრული. ერთი სიახლე რაც გახლავთ, ეს არის სისხლისამართლის კოდექსში ცვლილება გულისხმობს მჟავრდებულთან უკანონო გარიგებას, როგორც ცალკე დანაშაულის შემოტანას და კონკრეტულად რა იგულისხმება, მოკლედ შევეცდები რომ მოგახსენოთ. ანუ ბაზარ არჩილ მივხვეთ ხო მაშინ მუხლობრივად, ესე იგი პირველი სისხლისამართლის კოდექსში ცვლილების შესახებ განვიხილოთ კანონის პროექტი, პირველი მუხლი, ბატონო არჩილ რომ მოგახსენოთ ამის თაობაზე. როგორც მოგახსენეთ, თავაზობთ რომ სისხლისამართლის კოდექსს დაემატოს მუხლი 391 სეკუნდა მჟავრდებულთან უკანონო გარიგება, რომელიც გულისხმობს საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 175 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მჟავრდებულების, ანუ იმ მჟავრდებულების მიერ, რომლებმაც დაზარალებულებს ზიანი მიაყენეს, რომელსაც არ შეუსრულებია ჯერ დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, მას არ კონდეს შესაძლებლობა, რომ ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმა გოდენობაზე მეტი სარგებელი მიიღოს და ეს ყველაფერი განსაზღვრულია და გათვალისწინებულია ისევ და ისევ იმისათვის, რომ მოხდეს პრევენცია, რომ ადამიანები არ გაექცნენ დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას და რა თქმა უნდა ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორების გზით მიიღონ შესაბამისი თანხები, ოღონდ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობას დაქვემდებარებულ იმ იურიდიულ პირებში, როგორც არის ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მათ საკუთრებაში არსებულ ანგარიშებზე მოხდეს თანხის ჩარიცხვა, რომ მათ კონდეთ რა თქმა უნდა შრომის საშუალება და შესაბამისი შრომის ანაზღაურების მიღების საშუალება, ამავდროულად შესაძლებელი იქნება, რომ ამ კონკრეტული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, როგორც არის 180 მუხლით, 192 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები და სხვა რიგი დანაშაულები, რომელზეც საპროცესო კოდექსის პროექტის განხილვის დროს, როდესაც გადავალთ, იქ დეტალურად მოგახსენებთ. ამ შემთხვევაში პირებსაც იქნებათ შესაძლებლობა, რომ მაგალითად მემკვიდრეობით მიიღონ
უძრავი ქონება ის ქონება, რომელთა რეგისტრაციაც არის სავალდებულო, მათ შორის ავტომობილები, მაგრამ ერთი საკითხია, რა გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ ექნებათ ვალდებულება ბოლომდე შესრულებული, როგორც კი მათ სახელზე აღმოჩნდება უძრავი ქონება, მაშინვე მოხდება უძრავი ქონების დაყადაღება, თანხების ჩარიცხვის შემთხვევაში თანხების ჩაერიცხება და მოხდება დაყადაღება და მიექცევა დაზარალებულის ასანაზღაურებლად, მაგრამ თუ სხვა სარგებლოს იღებენ ეს პირები თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ ერთი თვის განმავლობაში საარსებო მინიმუმის ორმაგოდენობაზე მეც თუ მიიღებენ ეს ჩაითვლება ცალკე დანაშაულად და რის პრევენციას მოახდენს ეს ყველაფერი. დამწუხაროდ გარკვეული ადამიანები სხვის სახელზე მიაქცევენ ხოლმე თავის ქონებას მას დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოიხდიან თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრულ სასჯელს და შემდეგ იმ გადამალული ქონებით აგრძელებენ ცხოვრებას, ისე თითქოს არც არაფერი არ მომხდარა და მათ შორის გაურბიან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასაც. სწორედ ამის პრევენციის მიზნითაც თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ ასეთ სხვა ადამიანები მეგობრები იქნებიან თუ ოჯახის წევრები თუ გადაწყვეტენ, რომ მისცენ შესაძლებლობა თაღლიც, მიმთვისებელს, გამფლაგველს შესაძლებლობა რომ აცხოვრონ თავიანთ სახლებში, ეს იქნება ცალკე დანაშაულის სახით გათვალისწინებული, ზუსტად იგივე პრინციპი არის მეორე ნაწილშიც განსაზღვრული, რომელიც გულისხმობს, რომ როგორც ერთი მხრივ გადაცემას, ასევე ამ ქონების მიღებასაც და პასუხისმგებლობის სახებიც, რა თქმა უნდა, სასჯელების განსაზღვრულია შესაბამისად თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, მიღების შემთხვევაში, ხოლო გადაცემის შემთხვევაში ვადით 5 წლამდე. გასაგებია ხომ არ არის კითხვები, კომენტარები. შემდეგ მეორე მუხლი. მეორე მუხლი სულების გარეშე გახლავთ. ბატონო. ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. აქაც როგორც მოგახსენეთ, მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც იყო დაკავშირებული დაზარალებულების კომპენსაციასთან, მათ შორის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვასთან, გადმოტანილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და შესაბამის მუხლებსა და ნაწილებშია განსაზღვრული, კერძოდ მესამე მუხლს ემატება 22 სეკუნდა ნაწილი, რომელიც დაზარალებულის კომპენსაციას გულისხმობს. ამავდროულად შესაბამისი დამატება ხორციელდება 153 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტში, ემატება ასევე 151 მუხლს მესამე სეკუნდა ნაწილი, რომელიც დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით ბრალდების ხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონების ყადაღის დადების საკითხს აწესრიგებს და ამავდროულად კოდექსს ემატება 158 პრიმი და 158 კვადრა მუხლები, რომელიც გულისხმობს დასამისად აწესრიგებს დაყადაღებული ქონების მიზნობრივი განკარგვის საკითხებს, ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე შუამდგომლობისა და მისი განხილვის წესს, ამავდროულად მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებასა და დაყადაღებული ქონების მოძრავი ქონების კაპიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე კოდექსს ემატება მე-17 პრიმა თავი, რომელიც ახლებურად აყალიბებს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის საფუძვლებს და 165 ტერცია მუხლში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ კომპენსაციის გადახდის საფუძველი და ის მუხლები, რომლებზედაც ვრცელდება, აქ ცვლილებები არის შემოტანილი და ეგრეთ წოდებული თეთრი საყელოს დანაშაულებზე გავრცელდება, კერძოდ ეს არის 180 მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით, 191 მუხლის მეორე ნაწილის გ პუნქტით, 182 მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით, 185 მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით, 187 მუხლი თუ ზიანი აღემატება 10000 ლარს, ასევე 205 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით, 220 მუხლით ან 286 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაზარალებულებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ახალი გამარტივებული წესით კონდეს შესაძლებლობა აინაზღაურონ მიყენებული ზიანი იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული წერილობით უარს არ აცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე და მთავარი საკითხი თუ ვის ეკისრება
და როგორი არის რიგითობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა. გამომტყუნებელი განაჩენით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ, რა თქმა უნდა, მსჯავრდებულს მის საკუთრებაში არსებული სრული ქონებიდან. ამავდროულად, თუ მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქონებები, მის საკუთრებაში არსებული ქონებები უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცა, ან მის ახლო ნათესავს, ან სხვა მესამე პირს აღნიშნული ქონებების დაექვემდებარება ყადახის დადებას და შესაბამისად უკვე სასამართლო განაჩენით მიექცევა დაზარალებული ზიანის ასანაზღაურებლად. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, თუ დამნაშავემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ გადასცა სხვა პირებს ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცა ქონებები, ეს ქონებები ჩამორთმევას დაექვემდებარება. ამავდროულად, თუ პირებს, ვისაც ქონებები აქვს გადაცემული, თავის მხრივ ექნებათ ფულის გათეთრება, ანუ 194 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის შედეგად მიღებული ქონებებიც დაექვემდებარება ჩამორთმევას და გადაეცემა დაზარალებულებს მიექცევა მათი ზიანის ასანაზღაურებლად. ამასთანავე, თუ მსჯავრდებულს ან ახლო ნათესავს, ან სხვა პირს მსჯავრდებულს ექნება გადაცემული ქონება დანაშაულის ჩადენამდე, სასყიდლით, უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, ამ შემთხვევაშიც და ამავე დანაშაულის ჩადენის შემდეგ სასყიდლით მიღებული იქნება ეს ქონება, მსჯავრდებულის ახლო ნათესავი, ან ეს პირი ფულის გადათრების მუხლით თუ იქნება მსჯავრდებული, ეს ქონება დაექვემდებარება ჩამორთმევას. ასევე, როგორც ამასთან დაკავშირებით უკვე გქონდა მსჯელობა, მსჯავრდებულის ახლო ნათესავს თუ დაუმტკიცდება დანაშაული ფულის გადათრების მუხლით და იგი დამნაშავედ იქნება ცნობილი, ეს ქონებას ჩამორთმევას დაექვემდებარება და როგორც ცნობილია, ეხლა მოქმედი რედაქციის მიხედვით 194 მუხლით მსჯავრდებულ ადამიანებს დანაშაულებრივი გზით ან დაუსაბუთებელი ქონება თუ აქვთ მათ საკუთრებაში ჩამორთმევას და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას გულისხმობს მოქმედი რედაქცია. მაგრამ სახელმწიფო უარს ამბობს ასეთი ქონების მიღებაზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია და მთავარია დაზარალებულმა აინაზღაუროს თავისი ზიანი და ამიტომ დაზარალებულის ზიანის დასაკმაყოფილებლად მოხდება მათი მიქცევა. და ამავდროულად კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, როგორც მოგახსენეთ, სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისად 391 სეკუნდა მუხლის ემატება, ანუ ის პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გამოსულ მსჯავრდებულ პირს გადასცემენ სარგებლობაში ან უძრავ ქონებას, ან საავტომობილო საშუალებებს და მათი თვეში მოხმარების ღირებულება, საბაზრო ღირებულება იქნება საარსებო მინიმუმის 2 მოდენობაზე მეტი, ეს ცალკე დანაშაულად იქნება განსაზღვრული და ეს გადაცემული ქონებების ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა. ეს და სხვა საკითხები უკვე ეხება ყადაღების დადებასა და სხვა პროცედურულ საკითხებს. ამავდროულად ვიტოვებთ შესაძლებლობას, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო მეტად დავუხვეწოთ ეფექტურობის თვალსაზრისით, არა შემსუბუქების. არამედ კიდევ უფრო მეტად ეფექტური რომ იყოს, რათა დაზარალებულების დაკმაყოფილება მოხდეს სწრაფი მექანიზმით და ყველა იმ ქონებიდან გამომდინარე, რომელიც დამნაშავემ და მსჯავრდებულმა პირმა ან დანაშაულის ჩადენამდე მოისურვა რომ გადაემალა, ეგრეთ წოდებულად გასუფთავებულიყო მის სახელზე არაფერი არ ყოფილიყო და შემდეგ დანაშაული ჩაედინა, ან დანაშაულის შემდეგ მიაქცია სხვადასხვა პირის ქონებაზე, კიდევ უფრო მეტად დახვეწილი მექანიზმი თუ იქნება შემოთავაზებული, რა თქმა უნდა კონსულტაციების შედეგად თქვენი ჩართულობით კოლეგებო, მესამე მოსმენის ფარგლებში კვლავ შემოგთავაზებთ დაზუსტებებსაც. გმადლობთ. პირველ მუხლზე ისაუბრეთ, შეკითხვები, კომენტარები არ არის. მეორე მუხლის ცვლილების მედიაში ცვლილებები აქაც განხორციელდა, რომელიც ეხება რომ თუ ჩვენი წარმოდგენილი ცვლილებები რაც არის ზოგადად დაზარალებულთან დაკავშირებით, გავრცელდება
ასევე იმ საქმეებზე, რომელიც არის ეხლა განხილვაში, ან სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ან გამოძიების ეტაპზე. კარგი, მესამე მუხლი. ცვლილების გარეშე. მესამე მუხლი ცვლილების გარეშე შეკითხვები შენიშვნები მოსაზრებები არ არის. შემდეგ ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი დანაშაულის პრევენციის, არასაბუთო საჩუქრთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. აქ ცვლილებები არ განხორციელებულა. ცვლილებები არ განხორციელებულა. მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. მესამე მუხლი. აქაც ამოგვიყვება. კითხვები, მოსაზრებები არ არის. შემდეგ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მოქალაქეების საქართველოს გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონის პროექტის ტექნიკური ხასიათის. პირველი მუხლი, მეორე მუხლი, ანუ გამოქვეყნდა არ არის. 15 დღეა, კი ბატონო, კითხვები, მოსაზრებები არ არის და ბოლოს ამ პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი სასრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. აქ ცვლილებები განხორციელდა იმგვარად, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალას შესული გამომტყუნებელი განაჩენი შესაბამისი პირისათვის დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის დაკისრების შესახებ ეს მიექცევა აღსასრულებლად, ხოლო წესს აღსრულების წესს შეიმუშავებს იუსტიციის მინისტრი, ამასაც პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები აღარ იქნება საჭირო. მეორე მუხლიზე ბრძანეთ, კი ბატონო და მესამე მუხლი. მესამე მუხლი ცვლილების ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით უცვლელია შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის, საკითხი განხილულია, გმადლობთ. კოლეგებო, შეგვიძლია კენჭისყრებზე გადავიდეთ. კოლეგებო, გთხოვთ რომ მოემზადოთ კენჭისყრისთვის. ესე იგი, პირველი საკითხი, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენილი უცხოელთა და მოქალაქეების არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ პროექტები, ვინ არის მომხრე წინააღმდეგი, ერთხმად მხარდაჭერილია, მეორე ეს არის ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტები, ასევე მეორე მოსმენით განვიხილეთ, ვინ უჭერს მხარს, წინააღმდეგი არავინ ერთხმად არის მხარდაჭერილი. შემდეგ პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემოვლი სხვა პროექტები, ეს არის მარიხუანასთან დაკავშირებული პაკეტი, ვინ არის მომხრე? ერთხმად მხარდაჭერილია, წინააღმდეგი არავინ არ არის. მომდევნო ეს არის პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ უჭერს მხარს? ერთხმად მხარდაჭერილია, წინააღმდეგი არავინ არ არის და ბოლო საკითხი, რომელიც განვიხილეთ და დაემატა დღის წესრიგს, ეს არის ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემოვლი სხვა თამდევი პროექტები, ვინ არის მომხრე? ხარი დაუჭიროთ, მეორე მოსმენით განვიხილეთ, წინააღმდეგი არავინ, ერთხმად არის მხარდაჭერილი. კოლეგებო, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია, კომიტეტის ხდომა დახურულია, გმადლობთ მუშაობისთვის.